მე მინდა დავიწყო, ასე ვთქვათ, ჩემი დღევანდელი გამოსვლა იმ აქციით, პოლიტიკური აქციით, რომელიც მე მოვაწყე ევერესტზე და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ ასulis და საერთოდ ამ აქციის მნიშვნელობა ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ერთი არის პოლიტიკური ნაწილი, მეორე არის სპორტული ნაწილი. სპორტული ნაწილთან დაკავშირებით ახლა ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ სპორტული ნაწილი ყველას მოეხსენება, რას ნიშნავს ევერესტზე ასვლა. მეც მესამედ ვიყავი უკვე ევერესტზე, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ასვლაში და ამ ექსპედიციაში იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური ნაწილი. ეს არ იყო ჩემი პირველი ექსპედიცია, რომელიც კავშირში იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს დეოკუპაციასთან, იმ დროშასთან, რომელიც მე დამაქ უკვე 2 წელიწადია სხვა მწვერვალებზე და სხვა ქვეყნებში. ამ დროშას აწერია საქართველოს ოკუპანტების გარეშე და ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ხა მე ვიყავი ამერიკის უმაღლეს მწვერვალზე, სოფლიოს უმაღლეს ვულკანზე, რამოდენიმე მწვერვალზე სამხრეთ ამერიკაში კიდევ პლუს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივია მაინც სოფლიოს სახურავი გახლავთ. სოფლიოს სახურავი, სადაც ასე ვთქვათ, საიდანაც მე ვაუწყე სოფლიოს, რომ საქართველო არის ოკუპირებული, ვაუწყე იმ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული, რომელსაც აინტერესებს ალპინიზმი და გარდა ალპინიზმით დაინტერესებისა, ადამიანები, რომლებიც მუდმივად თვალყურს ადევნებენ სოფლიოს სხვა მწვერვალებზე და მათ შორის და ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ევერესტზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მხოლოდ სპორტული, ასე ვთქვათ, მოვლენა არ გახლავთ ევერესტზე ასვლა. მე ორი სიტყვით მოგახსენებთ რა, ასე ვთქვათ, წოდებები მიიღეს პირველ ამსვლელებმა ევერესტზე და საერთოდ შემდგომში იმ ადამიანებმა, რომლებმაც დალაშქრეს ევერესტი. მაგალითად, პირველი ასვლა, რომელიც მოეწყო ევერესტზე და პირველი წარმატებული ასვლა მაგ დროს ხელმძღვანელს ჯონ ჰანს და ამსვლელს, ერთ-ერთ ამსვლელს ედმუნდ ჰილარის ინგლისის დედოფალმა მიწა ლორდობა. და მე ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად, ასე ვთქვათ, გამოხატავდნენ თავის დამოკიდებულებას, საბჭოთა დასრულებებს მიცეს ლენინის ორდენები, რაც ითვლებოდა მაშინ, რომ ეს არის უმაღლესი ჯილდო, ბულგარელ დასრულებს მიცეს გმირობა, ბულგარეთის ეროვნული და ასე შემდეგ. ეს მე რამიდან მითხრათ, რომ პირველი ასვლები ევერესტზე ყოველთვის იმ ქვეყნისთვის იყო ძალზე მნიშვნელოვანი და აი 200-ზე მეტი ქვეყნიდან სულ რაღაც 40-ოდე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ეროვნული ექსპედიციები მოაწყოს ამ თაზე და საერთოდ დასრულები გაგზავნოს ასასვლელად. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ თაზე შევარჩიე, ასეთ მნიშვნელობის თაზე შევაჩერე ჩემი ყურადღება და ასე ვთქვათ, მანდ მოხდა სწორედ ამ დროში სატანა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემდასაბედნიეროდ რუსი ჟურნალისტები, რომლებიც ძალიან, ასე ვთქვათ, პროფესიულად კარგად არიან მომზადებულები და ძალიან მაღალი კვალიფიციური ჟურნალისტები არიან, მიუხედავად ამ კვალიფიკაციისა, რა თქმა უნდა, ისინი გააღიზიანა ამ დროშამ, გააღიზიანა სახელმწიფო მთლიანად და სახელმწიფო აპარატი, რა თქმა უნდა, ძალიან გააღიზიანდა რუსეთის გულისხმობ. და ამიტომ ყველა შესაძლებელ მედია საშუალებებით, ასე ვთქვათ, ჯერ მომილოცეს ასვლა და იმავე მოლოცვაში იყო მე საყვედური, რატომ ავიტანე ასეთი დროშა მოკლედ მწვერვალზე. და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რომ მე მარტო ვერ შევძლებდი ასეთი პიარის გაკეთებას ამ ასვლისთვის და ჩემთვის და ამ დროშისთვის, რაც გააკეთეს რუსებმა. თავის გაღიზიანებას არ მალავდნენ, მაგრამ რეალურად მთელ სოფლიოს გააგებინეს, რომ მე ავიტანე ესეთი დროშა მწვერვალზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მათ ბრალებში შეიძლება თქვა ამ სიტყვის, მაგრამ რეალურადაც შემიძლია ვთქვა, რომ მადლობა, იმიტომ რომ მართლა კარგი პიარი გამიკეთეს. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ იყო ჩემთვის სპორტული ასვლა, მხოლოდ ეს იყო უფრო პოლიტიკური ასვლა, ეს იყო უფრო პოლიტიკური დატვირთვის მქონე, იმიტომ რომ სწორედ იმ პრობლემაზე ვსაუბრობდი, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საქართველოს. ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენი დღეს არის ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, სოციალური საკითხები, რა თქმა უნდა, ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, სხვა, ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობაზე მნიშვნელოვანი მე არ მგონია ამ ქვეყანაში რამე იყოს. ასვლა სანამ ასვლას არ დავამთავრებდი, ბუნებრივია, ამის შესახებ მე ვერ განვაცხადებდი ხმამაღლა და როდესაც დავასრულე ასვლა, მე უკვე ოფიციალურად შემეძლო განვაცხადებინა, იმიტომ რომ ასვლა უკვე მომხდარი იყო რა. ამიტომ მე ეს ასვლა მიუძღვენი
ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჩვენ ბიჭებს და 12000 ბიჭია დაღუპული, ბიჭიც და შეიძლება ბიჭები არ იყვნენ ყველა, მაგრამ ჩვენ ასე მოვიხსენებთ ხოლმე მათ ოჯახებს და იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი ცხინვალის რეგიონშიც და ბუნებრივია აფხაზეთშიც. ამიტომ მე ჩავთვალე, რომ აუცილებლად ეს ასვლა უნდა მიმეძღვნა იმ ბიჭებისთვისაც, რომლებიც დაიღუპნენ, ანუ აფხაზი ბიჭებისთვისაც და ოსებისთვისაც. იმიტომ რომ ისინიც არიან მსხვერპლი რუსეთ-საქართველოს ომისა და არა იმ ეთნიკური კონფლიქტისა, რომელსაც ასე გვახვევს თავს რუსეთი და აქ მათი სატელიტური პარტიები, რომ ეს იყო ეთნიკური ომი ოსებსა და აფხაზებს და საქართველოს შორის, არ იყო ეს ასე ნამდვილად, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი და ამ ომში დაღუპული ყველა ადამიანი, აფხაზი იქნება ეს ოსი თუ რა თქმა უნდა ქართველი, ბუნებრივია რომ ესენი არიან მსხვერპლი რუსეთის იმპერიის პროვოკაციისა. პროვოკაცია დაიწყო მოგეხსენება და გახსოვთ აფხაზეთის ომის დაწყება, ეს იყო 92 წლის აგვისტო და იქიდან მოყოლებული 20 წელია ეს პროვოკაცია გრძელდება. თუმცა უკვე სახელი დაერქვა, მათ სამშვიდობოები აღარ ქვიათ, დღეს ქვიათ უკვე ოკუპანტები, თელმა მსოფლიომ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს აღიარა. ამას დაჭირდა რა თქმა უნდა მუშაობა საკმაოდ დიდი, დაჭირდა დრო, მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს სურათი ესეთი, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ყველა მსოფლიოს ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამას აღიარებენ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ფონზე საჭიროა პროტესტი და პროტესტი ეს ჩემი პროტესტი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პროტესტი, ეს არის მთელი საქართველოს პროტესტი, მე ვფიქრობ და ზოგადად მე მინდა მიმართო ყველას, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ჩემი საქმე, ან მარტო ჟურნალისტების საქმე, ან მარტო პოლიტიკოსების საქმე, ეს არის ყველა ადამიანის საქმე, ვისაც ხელეწიფება, რომ თავის სფეროში გააგებინოს, ასე ვთქვათ, თავის სფეროს მოღვაწეებს, მაგალითად კულტურის მოღვაწეები, აი ვინც კულტურას ემსახურება, ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკოსებზე არ ლაპარაკობ. პოლიტიკოსები გამუდმებით უნდა საუბრობდნენ ამ თემაზე, სამწუხაროდ ამას ბევრი არ აკეთებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ თვითონ საქართველოს მოსახლეობა არ ვისაუბრებთ ამ თემაზე მუდმივად, ამ თემებთან დაკავშირებით არ მოეწყობა აქციები სხვა ქვეყნებში. ჩვენი დიასპორები არ აქტიურებენ იმ ქვეყნებში. ჩვენი ელჩები არ იქნებიან ძალიან აქტიურები. ჩვენ თვითონ აქ შიგნით ქვეყანაში არ მოვაწყობთ მუდმივად აქციებს. ეს აქცია არ არის აუცილებელი რომ მოეწყოს რომელიმე საელჩოს წინ. არა, ეს აქციები შეიძლება მოეწყოს მოედნებზე, შეიძლება ჩატარდეს კონცერტები, შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ ორგანიზებები, რომელსაც ერქმევა საქართველოს ოკუპანტების გარეშე. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც ხმას არ იღებს, აი თქვენ მიაქციეთ ყურადღება უბრალოდ რამოდენიმე კუთხეს, რომელიც არის ოკუპირებული. მაგალითად ტიბეტი. ტიბეტი არის ოკუპირებული და ტიბეტელები მუდმივად ამას ახსენებენ მსოფლიოს. თუმცა ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ იქ ეხლა ტიბეტში რაიმე შეიცვალოს, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ძალზე აქტიურები, ჩვენ თუ არ შევძლებთ იმას, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც იცნობენ მსოფლიოში, რომლებიც მოგზაურობენ ძალიან ბევრს, რომლებსაც გააქვთ ქართული მეცნიერების სახელი თუ კულტურის თუ სხვა და სხვა. აი ისინიც თუ ამ საქმეში იქნებიან მუდმივად ჩართულები, ჩვენ მუდმივად შევახსენებთ მსოფლიოს, რომ დაჩქარდეს დეოკუპაციის პროცესი. და დეოკუპაციის პროცესი დაჩქარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე აქტიურები ვიქნებით საქართველოს მოქალაქეები და არა, დავუშვათ რომელიმე სხვა ქვეყნის. აი ამიტომ სწორედ მე მინდოდა რომ მაგალითი მეჩვენებინა ყველასთვის და ნუ მსოფლიოს ახურავიდან ყველაზე მაღალი მწვერვალიდან ვამჩნევ მსოფლიოს საქართველოს ოკუპირებული და საჭიროა მისი დეოკუპაცია. აი ეს არის ის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი მომენტი და როგორც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში მე აღმოჩნდი ერთადერთი პარლამენტარი მოქმედი დეპუტატი რომელიც ავიდა ევერესტზე. მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა და ამითაც ნუ მივიქცია ალბათ ყურადღება. ბატონ გია, დიახ. მოკლედ გეტყვით რომ ესე იგი ამ აქციას ჰქონდა უფრო პოლიტიკური დატვირთვა ვიდრე სპორტული, თუმცა სპორტული დატვირთვა რა თქმა უნდა ევერესტზე ასვლას ყოველთვის აქვს და რაც თავარია ასე ვთქვათ თელმა მსოფლიომ შეიტყო ამის შესახებ. ეს არის ამის შინაარსი. ეხლა თუ თქვენ გაინტერესებთ დეტალები ამ ასვლასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვისაუბრო ამ თემაზე. თუ თქვენ გაინტერესებთ პოლიტიკური მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მე ამაზეც შემიძლია ვისაუბრო. მოკლედ შეგვიძლია გავაგზავნოთ
გნებავთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და გნებავთ რა ვიცი როგორც აი თქვენ ბატონო გია რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებით მუდმივად უნდა აყენებდნენ დეოკუპაციის საკითხს, თუმცა არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ მუდმივად უყიჟინონ რუსეთს, რომ არის ოკუპანტი. აი რამდენად როგორ აფასებთ თვითონ ამ პოლიტიკური ძალების პლატფორმას და როგორ ფიქრობთ რა პოლიტიკური ორიენტაციის მატარებლები არიან? პოლიტიკური ორიენტაციის შესახებაც, მათი ქმედების შესახებაც, რა ქვია ასეთ ქმედებას, ამის შესახებაც მე არაერთ გზის მისაუბრია და კიდევ 1000-ჯერ რომ მომიწიოს გამეორება, 1000-ჯერ გავიმეორებ. ამას ქვია კოლაბორაციონიზმი. ანუ საერთაშორისო ენაზე ქვია კოლაბორაციონიზმი, მარტივ ენაზე, რომელსაც ასე ვთქვათ იყენებს ყველა ერი, ქვია ღალატი, სახელმწიფო ღალატი. იმიტომ რომ კოლაბორაციონიზმი ნიშნავს მტერთან თანამშრომლობას. და მე რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ძალზე საინტერესო არის. მაგალითად, ამას განიცდიდნენ ძალიან განსაკუთრებით ფრანგები, იმიტომ რომ საფრანგეთში ამ ბრალდებით, როდესაც ოკუპირებული იყო საფრანგეთი გერმანელების მიერ, ამ ბრალდებით ძალიან ბევრი ადამიანი გაასამართლეს. კოკო შანელი მაგალითად გაიქცა და 10 წელი ვერ ჩადიოდა, 15 წელი ვერ ჩადიოდა საფრანგეთში. და ბოლო ადამიანის გასამართლება მოხდა 4 წლის წინათ, რომელიც ჩატარდა პარიზში. ბოლო მოღალატის გასამართლება 92 წლის ადამიანი გაასამართლეს სიმბოლურად და მას მიუსაჯეს და ასე ვთქვათ დაერქვა მას თავის სახელი. ამიტომ ეს პოლიტიკოსები, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თქვენ ახლა საუბრობთ, რომლებიც ჩადიოდნენ მუდმივად და ხშირ-ხშირად მოსკოვში. ერთხელ ჩასვლაც საკმარისია, მაგრამ ზოგიერთ მათგანი ბევრჯერ ჩავიდა. რომ უფრო დაემტკიცებია თავის ასე ვთქვათ ერთგულება. ადამიანები, რომლებიც ომის შემდგომ პირდაპირ აცხადებდნენ იმას, რასაც აცხადებდა პუტინი და მედვედევი, რომ საქართველოს არის ასე ვთქვათ ომის დამწყები და საბოლოო ჯამში პუტინმა და მედვედევმა უარყეს მერე ეს საქართველოს პირდაპირ თქვეს, რატომაც შემოიჭრენ საქართველოში და ღიად აღიარეს და პრაქტიკულად აღიარებით ჩვენება მიცეს, როცა თქვეს რომ აქ იყო ნატოსთან დაკავშირებული პრობლემა და სწორედ ამიტომ შემოვიდნენ და კიდე მომავალშიც იგივეს გაიმეორებენ თუ ჩვენ არ შევწყვეტთ ასე ვთქვათ ქმედებებს, არა? და მაგრამ იმ პარტიებმა მაინც ის პარტიები ამას უკვე აღარ ცვლიან. პარტიები მაინც იგივეს აგრძელებენ. ეს არის რაღაც გაუგონარი ამბავია და საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია, როცა შენ ქვეყანას აგდებ ესე დღეში. როცა ამბობ, რომ შენმა ქვეყანამ დაიწყო ომი და შენმა ქვეყანამ რომ დაიწყო ომი, მაშინ უნდა იცოდე, თუ ხარ პოლიტიკოსი, რომ საერთაშორისო ენაზე და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ამ ქვეყანას უწესდება სანქციები და ეს სანქციები ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში იწვევს ტერიტორიების დაკარგვას. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, ამ საქმეს ემსახურებიან, ბუნებრივია, რომ კოლაბორაციონისტების სახელი მათ უნდა ერქვათ, ანუ ქვეყნის ღალატია ესა და იმ ქვეყანაში ჩადიხარ, როცა რომელმა ქვეყანამაც 12000 ბიჭი მოგიკლა, მარტო ქართველი და აფხაზები რამდენი არიან, ჩვენ ზუსტად ვერ ვაფიქსირებთ ამას და ოსები რამდენი დაიღუპნენ. აი იმ ქვეყანაში ჩადიხარ და იმ ქვეყნის აღლუმებში ღებულობ მონაწილეობას, იმ ქვეყნის ლიდერებს ხვდები და ზოგ შემთხვევაში ხელსაც კი არ გართმევენ იმ ქვეყანაში. ამიტომ ეს არის სახელმწიფო ღალატი. ასე შევაფასებდი მე და ამას ქვია ყველა ასე ვთქვათ პოლიტიკურ ენაზე ყველა ეძახის კოლაბორაცია. ბაზონგია, თქვენი აქ არ ყოფნის პერიოდში საკმაოდ ასე ვთქვათ რამდენიმე აქცია ჩატარდა ქართული ოცნების მხრიდან. თქვენ თუ საქმის კურსში ხართ ამაზე და თუ მოისმენთ რაიმე ახალი ბიძინა ივანიშვილისგან უშუალოდ მისი დაპირებები როგორ გესახებათ რამდენად შესრულებად? მე მოგახსენებთ აქ ვიყავი, როდესაც აქციები ჩატარდა. განსაკუთრებით ბოლო ორი აქცია მაგ ხედულობაში, პირველ აქციის დროს არ ვიყავი. ამას შემცავთან მნიშვნელობა არ აქვს, აქ ვიყავი თუ არა. როგორც როდესაც ადამიანი მოდის პოლიტიკაში, ჩემის აზრით, და როდესაც აცხადებს, რომ ის უნდა მოვიდეს დიდი უმრავლესობით ხელისუფლებაში, ის უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ამბიცია, რომ უხელმძღვანელოს ქვეყანას, მას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ხედვა. მაცივრებით და რა ქვია იმას შევსებებით, ვის რა სურვილი აქვს, არანაირი შთაბეჭდილება პოლიტიკოსისა არ რჩება და არანაირი პოლიტიკური ხედვა არ ფიქსირდება. როდესაც საუბრობ ერთსაათიან გამოსვლაში, სატელევიზიო გამოსვლაში და საუბრობ ფსიქოანალიზზე, რომელშიც ვერ ერკვევი, როგორც გაირკვა საბოლოო ჯამში. და საუბრობ აბსოლუტურად განყენებულ თემებზე და საზოგადოება, რომელიც მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მე ველოდი მისგან რაღაც განსაკუთრებულ ან სხვა ვინმე, მაგრამ საზოგადოების რაღაც გარკვეული ნაწილი ელოდა მისგან სერიოზულ განცხადებებს.
ელოდა მისგან კონკრეტულ მაგალითად მიმართულებებზე აქცენტების გაკეთებას. რას ფიქრობს ის მაგალითად ეკონომიკაზე ქვეყნის? რას ფიქრობს სამუშაო ადგილებზე? რას ფიქრობს ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, რომელიც რეალურად პრობლემაა? რას ფიქრობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელზეც არც ერთი სიტყვა არ უთქვავს? ეხლა როცა ასევე როდესაც ის გამოვიდა ორჯერ, რაც მე ვნახე, თქვათ იმ მიტინგებზე, რომლებიც ჩატარდა ოზურგეთში და ქუთაისში, რეალურად იქ საუბარი კონკრეტულ პროგრამაზე, კონკრეტულ მიმართულებებზე საერთოდ არ იყო. და უფრო მეცაც გეტყვით, მისმა ერთმა განცხადებამ, რომელიც მიტინგებამდე ჩატარდა, აბსოლუტურად ცივი წყალი გადაასხა მის ამომრჩევლებს. და რას ნიშნავს, ახლა მოგახსენებთ ეს. მისი ამომრჩეველი, ან პოტენციური ამომრჩეველი და მისი მხარდაჭერები ელოდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს პოლიტიკაში. და ის აცხადებს, რომ მე არ ვაპირებ კენჭისყრას, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, აქტიობას და მე არ ვაპირებ საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ეს რას ნიშნავს? რომ რას გვთავაზობს ამ შემთხვევაში ივანიშვილი? ისევ მაშინ იმ ძველ სახებს, ხო, ესე იგი გვთავაზობს ისევ იმ კონკრეტულ პარტიებს და იმ კონკრეტულ ლიდერებს, რესპუბლიკელებიდან დაწყებული, ძიძიგური, დამთავრებული, რომლებიც განან მის გვერდზე. ეს ქართულმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის ეს ხალხი, ძალიან კარგად იცნობენ ამ პარტიებს, ძალიან კარგად იციან, რამდენად პოპულარულები არიან ისინი, რამდენად მისაღები არიან მისთვის და ეს აისახა ყველა არჩევნებში, რა არჩევნებშიც ეს პარტიები ან დამოუკიდებლად, ან ერთად გამოვიდნენ და მიიღეს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, როცა შენ აყენებ ასე საკითხს, რომ ჯერ ქმნი დიდ მოლოდინს ვიღაცისთვის, კონკრეტული ადამიანების და მე იმათ ეუბნები, ვიცით რა, მე არ მონაწილეობ, აი ესენი მონაწილეობენ, ბატონო, და ესენი ვიცით ჩვენ ვინც არიან. ამ შემთხვევაში გულისხმობ ამორჩეულმა კარგად იცის და რეალურად ამორჩეულს არაფერს არ თავაზობს, ესე გამოდის. თავაზობს ისევ იგივე სახეებს. ბატონო გია, თქვენ ამ პარტიებთან გავთ თანამშრომლობის გამოცდილება იგივე გაერთიანებული ოპოზიციის დროს. დღეს უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს არსებობს გარკვეული უთანხმოება რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიციის სხვა სუბიექტებს შორის. თქვენი ვარაუდით, რამდენად მოახერხებს ეს კოალიცია არჩევნებამდე მისვლას ერთიანი ძალიან ძნელია პროგნოზების წინასწარ გაკეთება, მაგრამ თუნდაც არჩევნების შემდეგ რამდენად წარმოგიდგენიათ ისეთი სცენარი, რომ პარლამენტში შესული ქართული ოცნება დაიშალოს ისევე როგორც მოხდეს 2003 წელს. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება პარლამენტში შესulis შემდგომ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც რაოდენობა ადამიანებისა შევლენ ალბათ პარლამენტში, რამდენი და ეხლა რთულია ამის პროგნოზის გაკეთება, ეცდებიან, რომ ისევე როგორც ეხლა იყიდა ივანიშვილმა პოლიტიკოსები, რაღაც გარკვეული რაოდენობა, მერეც ეცდება, რომ შესული დეპუტატები იყიდოს. ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ ამის ცდელობა იქნება, რომ მან უკვე მოგებული, დამთავრებული არჩევნები, მოგებული იქნება, წაგებული არ აქვს ნიშნობა, დასრულებული არჩევნების შემდგომ იქნება დიდი მცდელობები იმისა, რომ მან კონკრეტული დეპუტატები იყიდოს. ასეთი მცდელობა იყო, როდესაც გახსოვთ, ჟვანია რო გადადგა, აი მაშინაც იყო ასეთი მცდელობა და მოხდა ასეთი შემთხვევები. ეხლაც იქნება უფრო აქტიურად იქნება ეს მცდელობები, ასე ვთქვათ, განხორციელებულიც იქნება ზოგ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ არ იქნება განხორციელებული. თუმცა კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ რაც შეეხება მათ ერთობას, მე ვიყავი გაერთიანებულ ოპოზიციაში და კარგად მახსოვს იქ აი ერთი ბეწო რამეზე, აი მე-13 ვინ იქნება და მე-14 ვინ იქნება, რა ამბავი ხდებოდა იქ და რა, ასე ვთქვათ, როგორი შეხლა შემოხლები. ამიტომ სიების ფორმირების დროს მას ექნება ძალიან დიდი პრობლემები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფული მის ხელშია და ასე ვთქვათ, ის უკვეთავს მუსიკას, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ბევრი, ასე ვთქვათ, ძალიან კონფრონტაციულად არ განეწყობა მის მიმართ და არ დატოვებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილება იქნება ძალიან დიდი. ამიტომ ბევრმა შეიძლება მერე პარლამენტში შესულისას დატოვოს მისი რიგები და ასე ვთქვათ, გაინაღდოს პარლამენტზე. ამიტომ ამის პროგნოზირება წინასწარ რა მოვლენები და როგორ განვითარდება ძნელია, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ის პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც იყიდებიან, რომლებიც იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობა გააჩნიათ იმ მომენტში, მოცემულ მომენტში, იმის მიხედვით იყიდებიან და იმ ფასად იყიდებიან. მე ამის მომსწრე ვარ, როგორ იყიდებოდნენ ისინი და ამიტომ მაგიტომაც არა ვარ მათ გვერდზე და ასე რომ მომავალში მაინც ფიქრობ, რომ პრობლემები სიების ფორმირების დროს ამ კოალიციას ექნება და ექნება ძალიან სერიოზული. ისეთ რა, მე ამის შესახებ ან უნდა განმეცხადებინა იმ დღეებში, როცა დავტოვე იქავრობა, ან არასდროს. ამიტომ იმ დღეებში
კონკრეტულად უხერხული იყო ჩემი მხრიდან პირდაპირ ხელის დადება ადამიანებზე, მაგრამ გეტყვით, მაშინ სხვა მონაცემს გეტყვით, რომ დაახლოებით 70% იქ მყოფი პოლიტიკური ძალებისა იყიდებოდნენ ფულზე. გაერთიანებული ოპოზიციის. და ვინ იყვნენ და რა იყვნენ, ეხლა თავ შევიკავეთ. დიახ. ორი პოლუსი, რეალურად. ისმის ხო ახლა? ნელ-ნელა იკვეთება გარკვეული პოლუსი, ნუ ორი, თქვენ თვითონ თქვით, რომ ორი პოლუსი. აი, სად ხედავს თქვენი პარტია თავის ადგილს რეალურად, დემოკრატიული პარტია, ანუ სად იქნება მისი ადგილი? დემოკრატიული პარტია იქნება იქ, სადაც იყო ყოველთვის. სად იყო დემოკრატიული პარტია? დემოკრატიული პარტია იყო იქ, სადაც იყო სიმართლე და ჩვენ ვამბობდით სიმართლე და სწორედ სიმართლის თქმის ხარჯზე ხშირ შემთხვევაში ვაზიანებდით ჩვენ რეიტინგს. პირადად მე ჩემ თავზე შემიძლია თქვა და პარტიაზეც. რეალურად ჩვენ ხედავთ პოლუსის, ასე ვთქვათ, ორ გამოკვეთილ პოლუსს. თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არის კიდე მესამე პოლუსიც. მაგრამ გამოკვეთილი არის ორი. ეს არის ერთი ხელისუფლება, მეორე არის, ასე ვთქვათ, ეს პრორუსული გაერთიანება, სადაც არიან პრორუსული პარტიები და მათ შორის ივანიშვილი, რომელმაც მილიარდები იშოვა რუსეთში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ამომრჩეველს, ქართველ თუ არაქართველ ამომრჩეველს მოუწევს გაკეთება არჩევანისა. რა მიმართულებას თulis ის პრიორიტეტად. და პრიორიტეტად რეალურად ყველა კვლევები, ყველა გამოკითხვები გვაჩვენებს იმას, რომ რეალურად ქართველი ამომრჩეველის უდიდესი ნაწილი, რაც მე არ საუბრობ ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის პროდასავლური, ანუ პროდასავლური ორიენტაციისა. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის პარტია მიაღწევს დიდ შედეგებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ეხლა დაიწყეს თანდათან უკვე ხედავთ და თანდათან რაღაც ნატო ახსენეს, რომ თითქოს ნატოს აქამდე უარყოფდნენ კატეგორიულად ეს ხალხი. ამიტომ ამ ხალხმა რეალურად რამდენჯერმე შეიცვალა სახე. პირველი როცა ჩვენ შევქმნით საგურამოს მანიფესტიდან მოვაწერეთ ხელი, მოაწერეს ხელი მათ შორის რესპუბლიკელებმაც, ფორუმმაც, ძიგურმაც, დავითაშვილმაც, სხვათა შორის ლეიბორისტებმაც იქ ეწერა ლუსტრაციის კანონის მიღება, აი ესე პირდაპირ ეწერა სიტყვით, ეწერა ნატოში შესვლა და მოთხოვნა იმისა, რომ საოკუპაციო არ ერქვა მაშინ სამშვიდობო ჯარებმა დატოვონ საქართველო. აი ეს ამაზე ხელი მოწერილი აქვს ყველას. რეალურად ამ ხელმოწერის შემდეგ, როდესაც უკვე მეორე ფაზა დაიწყო, ასე ვთქვათ, ეს საგურამოს მანიფესტი დაავიწყდათ, თავის ხელმოწერას დაავიწყდათ, ნატოზე აღარ საუბრობდნენ, ნატოზე ამბობდნენ, ღიად უკვე ჩვენ ნატო არაფერს არ მოგცემს, არ გვჭირდება. ლუსტრაციის კანონი, რომელიც შედის ნაწილობრივ ქარტია, თავისუფლების ქარტიაში, რომელიც მე შევიტანე პარლამენტში და მიიღო პარლამენტმა, ამას აკრიტიკებდნენ განსაკუთრებით და მესამე, როდესაც საუბრობთ ჩვენ ეხლა უკვე ოკუპანტებზე, ანუ საოკუპაციო ჯარებზე, საერთოდ არც ერთი სიტყვა, არც ერთ მიტინგზე, არც ერთ გამომსვლელს, აი სუსტად სიტყვით გეუბნებით, არც ერთ გამომსვლელს, არც ერთ მიტინგზე, არც ერთი სიტყვა რუსეთი არ უხსენებიათ. ეს ჩემთვის არის სამარცხვინო, როდესაც პარტიებთან, რომელთანაც მე ვიყავი და მუდმივად ვამბობდით და დავაფიქსირეთ დოკუმენტით, რომ ზიახ რუსეთმა დატოვა საქართველო და მე უკვე არც ერთ მიტინგზე დაახლოებით 20-30 მიტინგზე აღადაც საერთოდ ამითვე გრძელდებოდა აქციები და არც ერთი სიტყვა აღარ ახსენეს რუსეთზე, პირდაპირი ნიშანი გახდათ იმისა, რომ ისინი თანამშრომლობდნენ მათთან. როდესაც მე ვახსენებდი პირველ დღეებში, რომ არიან პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთთან, ისინი ამას ღებულობდნენ შეურაცხყოფა და ამბობდნენ როგორ თუ გვაკადრებთ ამას. მე აღმოჩნდა რომ 5 პარტია და მათი ლიდერები ჩავიდნენ რუსეთში. და ეხლა ვამბობ რომ რუსული ფული ტრიალებს და რაც უნდა ლაპარაკი ამას რუსული ფულია დიახ, რუსული ფული ტრიალებს, რუსული ფული ფინანსდებიან და ის აქციების მაგით იყო დაფინანსებული იმ ფულით. ეხლაც იგივე გრძელდება. ეხლა რუსულ ფულს უარყოფენ. ამიტომ თანდათანობით მათი, ასე ვთქვათ, ნამდვილი სახე თანდათანობით კი არა, უკვე ღიად გამოჩნდა და ისინი ბუნებრივია რომ ვეღარაფრით ვეღარ მალავენ იმას რომ პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან, ამ შემთხვევაში რუს ხალხს არ გულისხმობ, მე რა თქმა უნდა მათზე გაცილებით მეტი მეგობრები ვიყავს მე რუსეთში, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გულისხმობ რუს პოლიტიკოსებს და პუტინს და მის ხელისუფლებას. ბატონო გია, თქვენი პარტია და კონკრეტულად თქვენ რას აპირებთ არჩევნებისთვის, იყრით თუ არა კერძ მაჟორიტარად თუნდაც? არა გვაქვს გადაწყვეტილი რას ვაპირებთ, თუმცა კი ერთ რამეს ეხავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება. ჩვენ რეალურად არა გვაქვს დაფინანსება, აქედან გამომდინარე
რასაც შევძლებთ, ნახოთ, ძალიან ძნელია ეხლა რაიმეს თქმა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარტიები, რომლებიც დაფინანსებული არიან სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც დაფინანსებული არიან სხვა ქვეყნების მხრიდან, ამ შემთხვევაში გულისხმობ რუსეთს, რა თქმა უნდა, მათ და ივანიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, მათ ეს პრობლემა არ აწუხებთ. ჩვენი პარტია არასდროს არ ფინანსდებოდა არც სახელმწიფოს მხრიდან, არც ასეთი დიდი, ასე ვთქვათ, ფინანსები არ ქონია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან გვიჭირს საქართველოში გვაქვს ერთი ოფისი მხოლოდ თბილისში. არა, პარტიის დაშლაც, აიცით რა, მე ვერ გეტყვით, ეხლა პარტია უნდა დაიშალოს, პარტია მიიღებს მონაწილეობას. მე როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, აი მაშინ კიდევ ერთხელ მოვალ ალბათ აქ და უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებას გამცნობთ. იმიტომ რომ ამ წუთში არანაირი საფუძველი იმისა, რომ ან უარყო არჩევნებში მონაწილეობა, ან ასე თქვა რომ ნამდვილად მონაწილეობ, არ მაქვს, იმიტომ რომ პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი. რეალურად ფინანსები უკვე ვისაც სურს რომ არჩევნები დააფინანსოს, რეალურად კარგა ხანია ეს საკითხი გადაწყვეტილია იმ ბიზნესმენებში იქნება თუ იმ წრეებში, რომელსაც შეუძლიათ არჩევნების დაფინანსება, რეალურად ეს უკვე გადანაწილებულია, ძალზე რთულია დღეს დაფინანსების მოპოვება და პოვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადაწყვეტილებას ცოტა მოგვიანებით შეგატყობინებთ. ბატონ გია, თქვენ ახსენეთ ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტიები. თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი უკვე ხარჯთაღრიცხვას თხოვს ყველა პარტიას თურაში დაიხარჯა. ეს პარტიები, რომლებიც ფინანსდებიან ივანიშვილისგან, ხარჯთაღრიცხვასაც კარგს დაუწერენ ივანიშვილს, ისეც როგორც არ დასიზმრებია და მომარჯვებული მუდმივად იყვნენ სხვებზე. ამ დამისახელეთ რომელიმე პარტია, მათგანი, რომელიც დამოუკიდებლად როდისმე გავიდა და მიზანს მიაღწია. არც ერთი პარტია შემავალი ივანიშვილის კოალიციაში დამოუკიდებლად არაფერს არ წარმოადგენდა და არც ახლა წარმოადგენს. არც არასდროს მათ დამოუკიდებლად ნაბიჯები არ გადაუდგათ. ესენი იყვნენ ჩამოკიდებული მუდმივად რეიტინგის მქონე პოლიტიკოსებზე ამ პარტიებზე და ფულის მქონე პოლიტიკოსებზე ამ პარტიებზე. და ან კონკრეტულ ცალკეულ ადამიანებზე. ან ეხლა უკვე გამოჩნდა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ეხლა მათ ეს არ უჭირთ იმ ფულის მერე ჩვენება რაში როგორ დაიხარჯა. ეს ძალიან მარტივია და ისეთი გულუბრყვილო დავარქვათ, თუ რა ვიცი, დავარქვათ ადამიანი, რომელიც კარგად გააბრუეს ამ პარტიებმა, ხარჯთაღრიცხვასაც დაუწერენ, მე ვფიქრობ. ანუ ეს ფაქტი ივანიშვილის ნდობის კუთხით როგორ შეიძლება ასე ვთქვათ? ივანიშვილი არენდობა მის კოალიციაში შემოვა. რა თქმა უნდა არენდობა და ეს არის ეჭვიანი ადამიანი ძალზე, გარდა იმისა რომ აქვს საფუძველი რომ არენდოს, გარდა ამისა ისაც ეჭვიანი ადამიანია. აქედან გამომდინარე, გავიხსენოთ თუნდაც ქართულ ჯგუფის მდგომარეობა. ქართულ ჯგუფში მან გაუშვა 6 თუ მეტი არა ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობდნენ ამ ქართულ ჯგუფს. სწორედ ამ ეჭვიანობისა და ზოგ შემთხვევაში რეალობის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო ფულის, ასე ვთქვათ, გაქრობასთან. ამიტომ ეს ადამიანი ეხლა კიდევ უფრო ეჭვიანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მხოლოდ ბიზნესი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის, ასე ვთქვათ, არენდობა იმ პარტიებს და ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცოტა ხანში დატოვებს მის რიგებს და თუ გავიხსენებთ ჩვენ ვინ იყვნენ პირველ შეხვედრაზე მასთან, ეს შეხვედრა იყო ფილარმონიაში, ნახავთ რომ ზოგიერთი ადამიანი დღეს უკვე მას აგინებს და ლანძღავს. ასე რომ ეს პროცესი არ არის ესა ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ამ ასეთი პერსონისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, დამახასიათებელია. ესე იგი, ევერესტთან დაკავშირებთ არავის არანაირი კითხვები არ აქვს. არა, ხო, მაგრამ მე ყველაფერი მოვყევი და რა ვიცი. ხო, ევერესტზე ავედი, დიახ, ევერესტზე ავედი 19 მაისს. დიახ. 19 მაისს იმ პირველ ჯგუფში 19 მაისს პირველ ჯგუფში, რომელიც ჯგუფიც ავიდა ევერესტზე. ანუ 19 რიცხვამდე იყო ცუდი ამინდები, იყო ქარები, იყო მძიმე პირობები და 19 რიცხვში ავედით დიდი ჯგუფი, თუმცა გასულისას ძალიან ბევრი მთასვლელი ცდილობდა წვევადასვას, მაგრამ ამინდების ისევ ქარის გამო მთელი ღამე ქარი იყო, ბევრმა, ასე ვთქვათ, დაიხია უკან და ბევრი ადამიანი დაბრუნდა. სულ ასვლისას დაიღუპა 13 ადამიანი ჩვენი მხრიდან, ანუ სამხრეთის მხრიდან, ორი მხარე აქვს ევერი, ორი მხრიდან ხდება ძირითადად ასვლები, ძირითადად ეს არის ჩრდილოეთის მხარე და სამხრეთის მხარე. ჩრდილოეთიდან მე უკვე ორჯერ ვიყავი ნამყოფი, ამიტომ ეხლა ავდიოდი სამხრეთიდან.
ნეპალის მხრიდან და ბუნებრივია რომ აქედან მაქვს ინფორმაცია, ასე იგი უფრო მეტი. ანუ 13 ადამიანი დაიღუპა სამწუხაროდ სამხრეთის მხრიდან, 4 ნამდვილად ვიცი შემიძლია დავადასტურო რომ 4 ადამიანი დაიღუპა და გვარების ვიცი ჩრდილოეთის მხრიდან, თუმცა ამომწურავი ინფორმაცია არ მაქვს და მე ვფიქრობ რომ ბევრად მეტია დაღუპული ჩრდილოეთიდან. ექსპედიცია ესე არ სრულდება ერთ დღეში, ანუ მე როცა დავასრულე ასვლა, აი ჩემთვის ექსპედიცია დასრულდა 19-ში ავედი, 2 დღეში დავეშვი საბაზოში და დავშვათ 23-დან მე უკვე საბაზო ბანაკი დავტოვე, 23-დან კი 22 რიცხვში დავტოვე საბაზო ბანაკი, ასე რომ ჩემთვის დასრულდა 22-ში. ზოგი ჩემი ექსპედიციის წევრი 26-ში ავიდა მწვერვალზე, მათთვის ცოტა გვიან დასრულდა ექსპედიცია. სხვა გუნდებმა იქ 30-ზე მეტი გუნდი იყო. ზოგმა გააგრძელა ექსპედიცია, ზოგმა და უფრო გვიან ცადეს, ასე თქვა მწვერვალზე ასვლა, ზოგმა ჩვენზე ადრე დაასრულა უარი თქვა ასვლაზე და დაეშვა. ბატონო ისეთ როგორ არის? იყო ასეთი ექსპედიციები, იყო ასეთ, თუ იყო გეოვნებით 32 ექსპედიცია, ანუ 30-ზე მეტი. და ეროვნული ექსპედიცია იყო, კორეელების ექსპედიცია იყო, არგენტინელების ექსპედიცია იყო, ინდონეზიელების, მალაიზიელების, ინდოელების, ამერიკული ექსპედიცია იყო ცალკე, კანადური ექსპედიცია იყო ცალკე. ამიტომ იყო ასეთი ექსპედიციებიც, ანუ როდესაც ერთი ქვეყნიდან არიან. იყო შერეული ექსპედიცია. მე მაგალითად ვიყავი საერთაშორისო ექსპედიციაში, სადაც ქართველი მარტო მე ვიყავი და 10 ქვეყნის სხვა მსახურები ვიყავით. ბატონო? ჩემი ასვლა აკავრო ქართველმა სპონსორებმა, რომლებიც მე საქართველოში ვიპოვე, ჩემი მეგობრები არიან და ნუ ჯერჯერობით რაღაც მაინდა-მაინც და ხო, რა თქმა უნდა, დააფინანსა კიდევ 2-მა, ასე ვთქვათ, სპონსორმა, რომელიც შემთხვევაში შემიძლია დავასახელო. ეს არის 31 ქარხანა ყოფილი, ეხლა აქვე ავიამშენი და სპორტის დეპარტამენტმა. მაგრამ გარდა ამ 2, ასე ვთქვათ, სპონსორისა კიდევ მყავდა სხვა სპონსორებიც. დიდი მადლობა თქვენ.